ოთხშაბათს საღამოს. ის, რასაც ვერ წაიკითხავ ენციკლოპედიაში და ვერ იპოვი ტურისტულ გზამკვლევში. დაინახე უცხო სამყარო კატოს სტუმრის თვალით. არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11:15 წუთზე. საღამოშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოები. საეთერო სტუდიაში მუშაობთ წამყვანი კატო და ხმის რეჟისორი დიმიტრი ლომიძე. ჩვენი დღევანდელი მოგზაურობის ადგილი არის ქალაქი, რომელსაც უწოდებენ მსოფლიოს უდიდეს სოფელს. აქ არის მზეთუნახავების გალერეა და არა მხოლოდ ეს გალერეა. ჩვენ ვიმოგზაურებთ მიუნხენში, მის შესახებ სასაუბროთ კი სტუდიაში სტუმრად მობრძანდა მხატვარი კოტე სულაბერიძე. ბატონო კოტე, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა, მოგესალმებით. მიუნხენი თქვენს ცხოვრებაში შემოვიდა გაცილებით ადრე, მანამ სანამ თქვენ იქ მოხვდებოდით. ხო, ესე მოხდა. სახელოსნოში მუშაობის დროს რაღაც ფოტოებს ვათვალიერებდი და წავაწყდი ბაბუაჩემის ძველ ფოტოებს, გადაღებულს ალბათ სადღაც 30-იან წლებში გასული საუკუნის, რომელზეც აღბეჭდილი იყო ბაბუაჩემი. გადაღებული ის სწავლობდა, თავის დროზე სწავლობდა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ეკონომიკას სწავლობდა და საკმაოდ დიდი ხანი იქ იმყოფებოდა და ბუნებრივია ალბათ მთელ ბავარიაშიც მოგზაურობდა. იქ სურათები იყო ბადენ-ბადენში გადაღებული, თავისთავად მიუნხენშიც და აი მაშინ რაღაცნაირად ისე გულში ჩამივარდა უკვე ის ქალაქი, რომელშიც ჯერ ანამყოფი არ ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირი ისეთი ძალიან დიდი სურვილი გამიშთა, რომ ცხოვრების განმავლობაში იქ მომხდარიყავი. და ისე რაღაცნაირად გამიმთავრდა მე ცხოვრება, რომ ძალიან ხშირად მომიწია მიუნხენში მოხვედრა, ოღონდ ისე რომ მიუნხენში ვერ მოხვდი. ანუ რაც გულისხმობ ამაში, ძალიან ბევრ ქალაქში, ხან ჰელსინკიში, ხან ბერლინში რომ მიფრინავდი ხოლმე მიუნხენის გავლით. და ხშირ შემთხვევაში ამ აეროპორტში ვხდებოდი, მაგრამ ქალაქში ვერ გავდიოდი ხოლმე. და შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის პირველი შტაბ-ბიჭდილება, ეს უკვე ფაქტიური ჩემეული შტაბ-ბიჭდილება, ბუნებრივია ალბათ ბევრი ქალაქისთვის ეს ძალიან დამახასიათებელია, რომ აეროპორტიდან იღებ პირველ შტაბ-ბიჭდილებას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პირველი შტაბ-ბიჭდილება ძალიან გამიგრძელდა დროში. და მე და ჩემი მეუღლე ხუმრობთ კიდევაც ხანდახან, რომ აი პირველად ვიგრძენი მიუნხენი, როგორც ეს ცოტა ბურჟუაზიული ქალაქი, ცოტა მდიდარი ხალხის დასახლებული ქალაქი, სწორედ აი ამ აეროპორტში, როდესაც მიფრინავდით ფინეთში, იქ შევჩერდით რამოდენიმე საათით რა და ხუმრობაც კი გქონდა ესეთი მე და ჩემი მეუღლის, რომ მე ჩემმა მეგობარმა სუნა მომაჩუქა, ძალიან ესეთი ძვირფასი შანელის და რომ დავისხავდი ხოლმე ჩემი მეუღლე აი მიუნხენის აეროპორტის სუნი, ასე თქვა. ხო და ეს იყო ასე თქვა პირველი შეხება მიუნხენთან, მაგრამ მე ფაქტობრივადაც მომიწია თვითონ მიუნხენშიც ჩასვლა და მე ძალიან მიყვარს საერთოდ მოგზაურობა, როდესაც მიბმული არის საქმესთან, არ მიყვარს უბრალოდ ეს ტურისტულად მოგზაურობა სხვადასხვა ქალაქებში. ამ შემთხვევაში ძალიან მე ვთვლი, ძალიან ბედმა გამიღიმა, რომ შარშან ზაფხულში უცებ მოულოდნელად ჩემს სახლში გაისმა ზარი გერმანიიდან, დამიკავშირდა ელენე ჩეჩელაშვილი, ესეთი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ იგი არის ბოშის სტიპენდიანტი მიუნხენში და მას უნდა მოაწყოს გარკვეულწილად ქართული კულტურის დღეები მიუნხენში, სადაც მიგვიპატიჟა 3 მხატვარი. ეს გახლდათ ლევან აბრამიშვილი, როკორი ირემაშვილი და მე. და აგრეთვე ქართული მუსიკოსების ჯგუფი და ფიონი, რომელმაც მივიღეთ აი ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მე მინდა აღნიშნო ის ამბავი, რომ რაც შეეხება ამ ბოშის ფონდს თავისთავად, ეს არის ფონდი, რომელიც დაარსდა გასული საუკუნის დასაწყისში, იყო ესეთი გამგონებელი, გვარად ბოში. შემდეგ უკვე ცნობილი ფირმა, ელექტროტექნიკური ხელსაწყოების ფირმა ბოში, რომელიც ალბათ ყველამ კარგად ვიცით,
მაშინვე დაარსა აი ესეთი ფონდი, კულტურის ხარდაჭერის ფონდი, რომელიც ახორციელებს სხვა გამოფენების დაფინანსებას, კულტურული, ასე ვთქვათ, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას და მოხდა ისე, რომ ქალბატონი ელენე იყო ამ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი იყო, რომელშიც ჩვენ ბედი ხვდა წილად, რომ მონაწილეობა მიგვეღო. რა ვიცი, გამოფენაზე ვისაუბროთ კი, გამოფენას ძალიან საინტერესო იქნება ამის შესახებ საუბარი, სანამ მიუნხენის ქუჩებში გავისეირნებდით. ხო, გამოფენა მოეწყო ესეც საკმაოდ 1900 წელს აშენებული შენობა არის Künstler Haus-ი, ანუ ხატრის სახლი. საკმაოდ ისეთი არქიტექტურა არის, ჩემის აზრით ძალიან დამახასიათებელი მიუნხენისათვის. სადაც აი დაწყებული მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ხდებოდა მხატვრების თავყრილობა, შეკრებილობები, აგრეთვე არის საგამოფენო დარბაზიც, აგრეთვე არის საკმაოდ დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც გარკვეულწილად კაფესაც წარმოადგენს, ქვევით არის თქვა საბილიარდოები, რაღაცები, სახელოსნოები არის, სადაც გრაფიკის ბეჭდვა ხდება და ეზო ძალიან ესეთი მყუდრო ეზო, სადაც სხვადასხვა კონცერტები იმართება. ესეთი ტიპის რაღაცა კუნძულივით არის, სხვათა შორის საკმაოდ ისეთ ცენტრალურ ნაწილში, ფაქტიურად ცენტრის თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ლემბახ პლაცი. აი ამ შენობაში სხვათა შორის ამ შენობის გვერდზე იყო ის ცნობილი სინაგოგა, რომელიც ისტორიული მოვლენები ალბათ ვიცით, ომის დაწყების წინ 30-იან წლებში, როდესაც ებრაელების ასე თქვათ ის დაიწყო, რეპრესირება დაიწყო ნაცისტურმა გერმანიამ. აი სწორედ იმ ადგილას იყო ეს სინაგოგა, ძველი სინაგოგა, რომელიც შემდეგ დაიწვა, აფეთქდა და მხოლოდ ახლა არის იქ მონუმენტის სახით ესეთი ქვა არის, რომელზეც დაწერილია, ასე ვთქვათ, ამ ფაქტის შესახებ. და ზუსტად აი ამ მონუმენტის გვერდზე არის აგებული ეს შენობაც, რომელიც სხვათა შორის ომის დროს ისიც დაინგრა, მაგრამ მერე აღადგინეს და რესტავრაცია გაუკეთეს და საკმაოდ დღესდღეობით საკმაოდ საინტერესო და კარგ მდგომარეობაში არის. და აგრეთვე არის იქ ამავე შენობაში არის ზევით საცხოვრებელი, ასე ვთქვათ, ოთახები, სადაც აი სწორედ ეს ბოშის სტიპენდიანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან იქვე ცხოვრობენ ფაქტიურად აი ამ სახლში და იქვე ეწევიან თავის მოღვაწეობას. და აი აქ გაიმართა ეს გამოფენა საკმაოდ მე გამიკვირდა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი მოვიდა, ბუნებრივია ჩვენ საქართველოს არ იცნობენ ესე კარგად, თქვა დასავლეთში და მით უმეტეს თქვა ჩვენ ალბათ არ გვიცნობთ არავინ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, რომ საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა გამოფენაზე, გამოფენის გახსნაზე, საკმაოდ დაინტერესებული იყო პუბლიკა, ასე ვთქვათ, ნამუშევრებით, გვეკითხებოდნენ აბსოლუტურად თან გვეკითხებოდნენ, მე რაც ძალიან ხშირად საზღვარგარეთ ძალიან სიამოვნებს ხოლმე, განსხვავებით ვთქვათ ჩვენი ქვეყნის გარაზე ძალიან გული მწყდება. გვეკითხებოდნენ ისეთი პროფესიული, ასე ვთქვათ, ინტერესით და ისეთი კორექტული კითხვები იყო, ასე ვთქვათ, და გულწრფელი კითხვები იყო, რაც თავარია ჩვენი შემოქმედების შესახებ, რომ გიკვირს და გიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, მოქალაქეები, ჩვეულებრივი, რომლებიც ვთქვათ, ინტერესდებიან გამოფენით, მიდიან და ინტერესდებიან თვითონ ნამუშევრით, ინტერესდებიან ავტორით. აი ეს ძალიან სასიამოვნოა საზღვარგარეთ, რაც სამწუხაროდ ჩვენთან არ ხდება ხოლმე, ან ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება ხოლმე. რა ვიცი, კიდე იყვნენ იქ მცხოვრები საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს, როგორც შევამჩნიე, იმიტომ რომ ქუჩაშიც ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე და აი როკოს ხვდებოდნენ ნაცნობებიც კი და რაღაც მომენტში ისე გავიშაყირეთ კიდევაც, რომ ვერაზე ხო არ წეირნობთ ხარ, რომ თქვა აქეთ იქით ნაცნობები ხდება და საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართველებიც, იქ მცხოვრები ქართველებიც
მოვიდნენ გამოფენაზე, რაც აგრეთვე ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის პირადად. ძალიან სასიამოვნო იყო უბრალოდ. კეთილი, მოდით ამ თემაზე მაშინ მომდევნო საინფორმაციო გამოშვების შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს ეთერში. ახლა საინფორმაციო გამოშვების დრო დგება. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენს მოგზაურობთ წარმოსახვითად მიუნხენში მხატვარ კოტე სულაბერიძესთან ერთად და ჩვენ მიმოვიხილეთ თქვენი როგორი გაიცანით მიუნხენი თავიდან ფოტოებით, მე აეროპორტით როგორ გაიცანით, როგორ გაიმართა აქ თქვენი და ორი ქართველი მხატვრის ლევან აბრამიშვილისა და როკო ირემაშვილის გამოფენა და მიუნხენის ქუჩებსაც გავუყევით, რომელიც სავსე აღმოჩნდა ქართველებით. ხო, რა თქმა უნდა, გერმანელები ცოტა მეტნი იყვნენ, მე მგონი, მაინც. ხო, ბუნებრივია, რომ ყველაზე მაინც შეზღუდული დრო გაქვს, როდესაც ესეთ სამუშაო, ასე ვთქვათ, ვიზიტის ხარ წასული და ბუნებრივია, ყველამ სამივემ და მე ჩემი მეუღლეც იყო იქ, ანუ ჯამში 4-ვე. რა თქმა უნდა, აი ამ კონცენტრირებულ დროში გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად გავცნობოდით იმ ხელოვნებას, რომელიც წარმოდგენილია და კეთდება ამ დიდ სოფელში, როგორც აღნიშნეთ. ხო, ინტერნეტში ავიენები ესე წერდნენ, რომ ეს არის დიდი სოფელი, რომელსაც აქვს ბურჟუაზიული პეცი და აქვს ესეთი სოფლური მომხიბვლელობა. კი, უდავოდ ბურჟუაზიული პეციც აქვს და ალბათ სოფლური მომხიბვლელობაც, ისევე როგორც პრინციპში ყველა დიდ ქალაქს ალბათ მაინც დიდ სოფლად შეიძლება რომ ჩავთავო. მაგრამ ეს ხუმრობა იქით იყოს. ხო, ბუნებრივია ჩვენ გავეშურეთ ეგრევე, მე ალბათ უფრო აი ამ ექსკურს იმ ფაქტიურად ისე წავიყვანდი, როგორც რეალურადაც იყო. ანუ გავეშურეთ ეგრევე მუზეუმებში, გალერეებში. და მინდა ну ეხა ცნობილი ეს პინაკოტეკები, სადაც ძალიან ცნობილი კოლექციები, თქვათ, მოყოლებული ჯერ კიდე უძველეს ხელოვნებიდან, ვიდრე თქვათ, აი მოდერნ პინაკოტეკა, თქვათ, რომელიც იმპრესიონიზმის და 19 საუკუნის, 20 საუკუნის დასწრის ხელოვნებას გვაჩვენებს, ამაზე არ შევჩერდებოდი, რამდენადაც ძალიან ცნობილი და ისეთი კოლექციები არის. უბრალოდ მე უფრო ხაზს გავუსვავდი იმას, რომ თანამედროვე ხელოვნებაც საკმაოდ მაღალ დონეზე არის წარმოდგენილი და რაც ძალიან ისევ და ისევ სასიხარულო არის ამ შემთხვევაში უცხოეთში და რაც სამწუხარო არის ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად ექცევა ამას ყურადღება, იმას რა ხდება დღეს ხელოვნებაში, რა პროცესები მიმდინარეობს. და აი მაგალითად ყველაზე უფრო დიდი ვიტყოდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა, ბრანდჰორსტის მუზეუმმა, რომელიც 2009 წელს გაიხსნა, თავის დროზე კოლექციონერები ზუსტად რომ არ მოგატყუოთ სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში მე მგონი გადამწყვეტილი მნიშვნელობა არ აქვს, რომლებმაც თავისი უბრალოდ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ასე ვთქვათ, ქალაქს დაუტოვეს ეს კოლექცია, საკმაოდ სერიოზული კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილები არიან ისეთი ავტორები, როგორც იოზეფ ბოისია, ვთქვათ, ზიგმარ პოლკე, ან გერჰარდ რიხტერი, ესეთი მსოფლიო კლასის და მსოფლიო რანგის ხელოვნები. და მე მხოლოდ აი, ვთქვათ, ისეთ სახელებს, ვარსკვლავურ სახელებს ვასახელებ, ბუნებრივია, მაგრამ აი ამ ავტორების გვერდზე ძალიან მაგარი გამოფენები არის, თქვათ, აი ამ მუზეუმში. ძალიან მაგარი ექსპოზიციით, იმდენად მაღალ დონეზე არის ეს ექსპოზიცია აწყობილი ამ მუზეუმებში, რომ ერთი ფლიგელი მაგალითად ტომბლის ნამუშევრებისთვის, რომელიც მან შეასრულა ფაქტიურად სპეციალურად აი ამ კოლექციისთვის, ერთი ფლიგელი სპეციალურად ააშენეს, ანუ არქიტექტურად დაუქვემდებარეს, ასე ვთქვათ, იმ ნამუშევრებს, რომლებიც მხატვარმა შექმნა და ეს იყო გარკვეული ისეთი შოკი ჩვენთვის, იმიტომ რომ როდესაც ამ დარბაზში ვიმყოფებოდით, ყველა ისეთ სიჩუმეში, ყველა ერთმანეთ აღვნიშნეთ, აი მუზეუმის სიჩუმეები რო ხოლმე ხო იცით, ერთხმად აღვნიშნეთ, რომ აი სივრცესთან როგორ მაგარ კავშირში არის ეს ნამუშევრები წარმოდგენილი და მე შევიტყვეთ, რომ თურმე სწორედ აი ეს ის დარბაზია, რომელიც
აშენებულა სპეციალურად ამ ნამუშევრებისთვის. და ისე და ისევ ეს არის, როგორ გითხრათ, ეხლა პრინციპში გამაჟრიალა, როდესაც ამაზე საუბრო, რამხელა ყურადღება ეთმობა არა მარტო ისტორიას, ანუ კულტურის ისტორიას, არამედ იმ კულტურას, რომელიც დღევანდელი არის, რომელიც ხვალ გახდება ისტორია, ასე ვთქვათ რა. და აი ეს ამბავი ჩემთვის იყო ძალიან ღირსშესანიშნავი. კიდე მოხდით ერთ-ერთი მუზეუმი არის, წერან ზემოთ აღნიშნე, Haus der Kunsti, ანუ ჩვენ გამოფენა იყო Kunstler Haus-ში და Haus der Kunsti სხვა ოპერა, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც თავის დროზე ჰიტლერმა შექმნა ეს შენობაც დააპროექტებინა სპეციალურად ხელოვნებისათვის, რომელიც აი ეს ნაცისტური გერმანია, ასე ვთქვათ, აპირებდა წარედგინა მთელი მსოფლიოს წინაშე და ძალიან კარგი გამოფენა იყო. იქაც დავიწყოთ იქიდან, რომ გამოფენა უკვე შენობის გარედანვე იწყებოდა, იმიტომ რომ ამ შენობაზე იყო გადაფარებული, მთელ უზარმაზარ შენობაზე იყო გადაფარებული კამუფლაჟის ესეთი ისინი რო არის აი ზარბაზნებს რო აფარებენ, ოღონდ ის როგორც წესი არის ხოლმე მწვანე ფერის. ეს იყო ჭრელი კამუფლაჟის ეს მასალა გადაფარებული, ანუ პირიქით ისე ჯესტი იყო, რომ ეს ასე ვთქვათ სამხედრო პოლიტიკური დანიშნულების შენობა ამ შემთხვევაში იყო ასე ვთქვათ პირიქით ილუსტრირებული და პირიქით ხაზგასმული, რომ შეიძლება ითქვას პაციფისტურიც და თვითონ გამოფენა, რომელიც იყო შიგნით ექსპოზიცია, აგრეთვე უნდა აღინიშნოს ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული ექსპოზიცია. წარმოდგენილი იყო აი 30-იანი, 36-37 წლებში შესრულებული შეკვეთები, ჰიტლერის მთავრობის მიერ შეკვეთილი ნამუშევრები ვიღაც მხატვრებისადმი და ვიღაც ამ შემთხვევაში მე ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ პრინციპში აბსოლუტურად უცნობი ავტორები არიან ესენი, რომლებიც მუშაობდნენ აი ესეთ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ, ასე ვთქვათ, და ეს ნამუშევრები იყო გამოფენილი უკუღმა, ანუ ზურგის მხრიდან იყო გამოფენილი. ამ დარბაზში რო შედიოდი, სურათს კი არ ხედავდი ტილოს უკანა მხრიდან, რომელზეც იყო წარწერები ავტორის შესრულების თარიღი, ვის მიერ იყო შეკვეთილი, როგორც წესი ეს იყო ის მაღალ ან სამინისტროების ან რაღაცეების მაღალი ეშელონებიდან შეკვეთილი და რისთვის იყო შეკვეთილი და ხშირ შემთხვევაში ესენი იყო შეკვეთილი ვენეციის ბიენალესთვის, რომელიც მაშინაც ტარდებოდა და აი ეს ნამუშევრები მე აი ამ შენობასთან ერთად, შენობის მაკეტთან ერთად იყო ვენეციაზე წარდგენილი ბიენალეზე, სადაც გერმანელი ჯარისკაცები თავის მხრებზე ატარებდნენ ამ შენობის უზარმაზარ მაკეტს. ეს ვიდეო ფილმი მიდის პარალელურად ამ დარბაზში და ეს ძალიან ესეთი ინფორმატიული და ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი ექსპოზიცია იყო. და მეორე ნაწილში, დარბაზის მეორე ნაწილში იყო ზუსტად იმ პერიოდშივე შექმნილი ნამუშევრების სერია, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, ოღონდ ესენი უკვე იყვნენ თავისუფალი მხატვრების მიერ შექმნილი და რეალურად დღესდღეობით ჩვენ ამ მხატვრების გვარი უფრო ვიცით და ხელოვნების ისტორია ამ ხაზით განვითარდა, რომელიც მეორე დარბაზში იყო წარმოდგენილი და თვალნათლივ ხედავ აი ამ კონტრასტს და როგორი გულისყურით და ცოდნით და სიყვარულით არის აწყობილი მთელი ეს ექსპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ეს დიდი შავი ლაქაა, ხო, ნაციზმი გერმანიისთვის და მიუნხენის ერთ-ერთი ისეთი ცენტრი იყო მაშინ, ხო? მიუხედავად ამისა, როგორი გადააზრება ხდება ამისი, თქვათ, აი თუნდაც ალბათ იმ კურატორების მიერ, ან იმ კულტურული პოლიტიკის, მოდით ესე ვთქვათ, მიერ, რომელიც თქვათ დღეს ხდება ალბათ მთელ ევროპაში და ნუ მიუნხენშიც, მათ შორის ბავარიაშიც და როგორ ესე იგი ეს უარყოფითი მხარე როგორ არის წარმოჩენილი ისე რომ შენ დაინახო პრინციპში ის რაც რეალურად იყო და რეალურად ეს ხდება ალბათ ყველა ქვეყანაშიც აი საბჭოთა კავშირშიც ალბათ ეგრე იყო შეიძლება დღესაც ჩვენთანაც იგივე ხდება ხო გარკვეულწილად ახლა მე რა თქმა უნდა ფაშიზმზე ლაპარაკობ მე ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას რომ არსებობს რაღაცა მოდით ესე ვთქვა დაკვეთილი ხელოვნება და არსებობს თავისუფალი
სული, რომელიც შობს იმ ხელოვნებას, რომელიც რეალურად, თქვათ, რეალურ ქვეყნის კულტურულ განვითარებას რეალურად ახდენს, ჩემი სადრით საბოლოო ჯამში. აი ეს რაღაცა თქვათ მეორე ესეთი დიდი შტაბეჭდილება, რომელიც აი მუზეუმიდან დამრჩა. მონათხრობიდანაც წარუშლელი იყო ამ ექსპოზიციის შტაბეჭდილება. დიდი მადლობა. მიუნხენის ქუჩები თვითონ, ანუ როგორი ქალაქია, 50% ვიცი რომ ამის დროს განადგურდა, მერე ძველი გეგმის და მიხედვით აღადგინეს ეს და არის ულამაზესი შენობებია, მაგრამ არის დიამეტრულად განსხვავებული სტილის შენობები. ყოველ შემთხვევაში ინტერნეტი ესე მაუწყებს. როგორ გითხრათ, რა ვიცი, ძალიან დამახასიათებელი არქიტექტურა არის კი, უდაოდ, ანუ ეს მე უფრო ნაკლებად ვთქვათ, მეცნიერული შეფასება ამას ნაკლებად შემიძლია მიცე, უფრო რახან ხავტარი ვარ, უფრო ალბათ ეს ვიზუალური, ემოციური შეფასება უფრო გამიადვილდებოდა. და მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ბავარიულობა ნამდვილად იგრძნობა არქიტექტურაშიც, ბავარიულობა იგრძნობა, არ ვიცი, სამხრეთულობა შეიძლება ითქვას, იგრძნობა ქუჩებშიც. მე ვთქვათ, რაღაც პერიოდი მომიწია გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრება, განსხვავებით ვთქვათ მიუნხენისგან. უფრო დიდი ხანი გავჩერებული ვარ ვთქვათ ბერლინში, სტუდიონში თუ სხვაგან. და უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზები არიან. აი ქუჩაში განსხვავებით ახლა ალბათ ის რეგიონები გერმანიის არ მიწყენენ, მაგრამ ძალიან ბევრი ლამაზი განსაკუთრებით მე უფრო ხალებს ვაკეთდებოდი. ბოდიში უნდა მოგიხადოთ ამისთვის, მაგრამ ნუ ძალიან აი ეს ძალიან აღსანიშნავია და დაუვიწყარი ლუდი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყოველი დღე ჩვენთვის იწყებოდა იმით, რომ საუზმობდით ლუდით, სადილობდით ლუდით და ვახშმობდით ლუდით და ღამეც მერე მაგრამ აბსოლუტურად გარდა იმისა, რომ ნუ ძალიან გემრიელია, ძალიან კარგად მოწოდებული არის ესა და ძალიან კარგად არის საერთოდ გაფორმებული, მოდი ესე ვთქვა, თავის კაფეები და იმითი. გარდა მაგისა, აი თვითონ ზარხოშიც განსხვავებული აქვს. ანუ მიუნხენური? ხო, რაღაცნაირი, სხვანაირი, რომელიც ვთქვა, განუმეორებელი ესე ვიტყოდი, რომელიც ვთქვა, იგივე ბავარიულ ლუდს ვთქვა, თბილისში რო ვსვავ, მაინც სხვანაირი არის, ვიდრე ვთქვა, იქ რო ვსავდით და ეს ალბათ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ხურიღინო კახეთში ალბათ სხვანაირად ისმევა. თვითონ მიუნხენის შესახებ ამბობენ, რომ ეს არის არა უფრო გერმანული ქალაქი, არამედ უფრო ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი იტალიის, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავდება მთელი დანარჩენი გერმანიის ქალაქებისგან. კი, უდაოდ რადიკალურად განსხვავდება. თან აი ძალიან გამიჭირდება აღვნიშნო რითი განსხვავდება, ანუ კი თქვათ არქიტექტურა, კი თქვათ მოსახლეობა, კი, მაგრამ კიდე არის რაღაცა ის ხელით შეუხებელი და ენით აუწერელი რაღაცა სული, შეიძლება ესე ითქვას, ხო ქალაქის სული, რომელიც იგრძნობა მუდმივად და იგრძნობა ყველგან, აბსოლუტურად ყველგან. აი მაგალითად ესეთი მომენტი იყო ერთ-ერთ გამოფენის მოწყობის დროს, ერთ-ერთ სახელოსნოში ვიყავით ქვევით ჩასული და იქ ერთი ამერიკელი ბიჭი იყო, რომელიც იქ მუშაობდა, სხვა შორის ისე ლუდის თემას დაუკავშირდები, იმ ბიჭმა თქვა, რომ მე მხოლოდ მიუნხენში თუ შევძლებ მუშაობასო და იმიტომ ჩამოვედი აქ ჩემი ცოლ-შვილი წამოვიყვანე ამერიკიდან და აქ ჩამოვედი სამუშაოდო და როცა ვკითხეთ თუ რატომ, იმიტომ თქვა, რომ ამაზე კარგ ლუდს მე სხვაგან ერთად ვერ დავლედი, ეს თან სერიოზულ არგუმენტად მოიყვანა რა და ხო და მასთან საუბარში იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ იმ სახელოსნოში და რაღაცა გავესაუბრეთ ერთმანეთს და აღარ მახსოვს ზუსტად ვინ, მაგრამ ვიღაცამ კითხა, რომ იმდენად იგრძნობავეს განსხვავებულობაო თქვენიო და რამე არ ფიქრობთო დამოუკიდებლობასო თუ რაღაცა ესე კითხა და ეხა რისგან ვართო დამოუკიდებულია ცოტა გავგვირდა და ანუ ესე იგი ეს მომენტიც ხო კი განსხვავებულები არიან, მაგრამ ამავდროულად ხო ბავარია განსხვავდება, მე მგონი გერმანიის, დანარჩენი გერმანიის შტაბეჭდილება დამრჩა მეც. და თვითონ ქალაქი მიუნხენი არასოდეს არ ელოდებოდა ლიდერობას, ყველა სხვა
დიდი ქალაქისაგან განსხვავებით სოფლიოს მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ის გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია, მაგრამ არ ქონია ესეთი ამბიციები, თუმცა არასოდეს არ ირიდებოდა შედარებების და საკუთარ თავს შეუძლია უწოდოს ძალიან თამამად კლაინ პარიზი, ანუ პატარა პარიზი და კიდევ უწოდებენ მას მეტროპოლს, რომელსაც გული აქვს. გული აქვს. აი წეგან ალბათ რომ ახსენე რაღაც აი ეს ხელშეუხებელი სული თქვა, ალბათ ეს არის, ალბათ რასაც თქვენ გულისხმობთ. და ბოლო რა ვიცი BMW ვთქვათ, მართალია Mercedes-ი არ არის მიუნხენში, მაგრამ მაინც ბავარია, ასე ვთქვათ, ასე რომ ეს იგივე ვთქვათ, აი ოლიმპიადა ვახსენეთ ჩვენ საუბარში, ხო, ეს მართლა გრანდიოზული სტადიონი, რომელიც ვთქვათ, რაღაცა ძალიან ისეთ თავის დროზე ძალიან მაღალი ტექნოლოგიებით იყო აგებული. ასე რომ და ისევ აეროპორტს დაუბრუნდები, აი ჩემთვის იყო შოკი მაგალითად, როდესაც ერთ აი ჯერ კიდე მიუნხენში არ ნამყოფობის პერიოდში მიუნხენის აეროპორტში დაждდა ჩვენი თვითმფრინავი და როდესაც მე საფრენ ბილიკზე გავიდა, ფანჯრიდან ხედავდი, რომ ჩვენი თვითმფრინავის წინ აი არ ვიცი 200 მეტრში ალბათ კიდე ერთი თვითმფრინავი იყო, იმის წინ 200 მეტრში კიდე ერთი და დაახლოებით ეს მთელი ასაფრენის ზოლი ბილიკის იყო სავსე თვითმფრინავებით, რომლებიც აი ესე მწყობში ერთი მეორის შემდეგ ერთი წუთის ასე ვთქვათ იმითი ფრინდებოდნენ რა და მაშინ მივხვდი რომ ხელა ნაკადი არის ასე ვთქვათ აი ამ თვითმფრინავების რომლებიც ჯდებიან მიუნხენში, მე მიუნხენიდან ზოგი ნიუ-იორკში მეფრინავს, ზოგი შეიძლება ტოკიოში, ზოგი შეიძლება თბილისისკენ მოდის, მაგრამ რა მოცულობა არის აი ამ ანუ თვითმფრინავის უკან ვაგონები იდგა ფაქტიურად რა და რაღაცა ესეც შოკი იყო ჩემთვის ამდენი ხალხისად დაფრინავს მიუნხენში გასაგებია ლუდი, მაგრამ ლუდის გარდა რა არის ამ ქალაქის სასმელი? ხო არის ისეთი ხალხი? მე მაგალითად ვინც არ სვამს ლუდს, ჩაი ქალაქია თუ ყავა ქალაქი, უფრო რომელ სასმელთან ასოცირდება? ხო არის ცალსახად ჩაისთან ასოცირებული ქალაქები? ხო, ნუ ალბათ უფრო ლონდონი და მიუხედავად მაინც ლუდის იქით არა. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ყველაფერი იდება, მაგრამ და ვიცი, მე მთელი ის 2 კვირა ჩაი არ დამილევია. არც გაგხსენებიათ, ხო? ძნელია იქ ალბათ, როცა კარგი ლუდია და ერკვევი ლუდში რა ჩაი გაგხსენდეს. არა, ჩაი არა, მაგრამ თქვათ გერმანული ღვინო მივირთვით კიდე, რომელიც სხვათა შორის ძალიან კარგი ღვინო არის, ძალიან მაღალი დონის ღვინოა ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გონია, რომ თქვათ გერმანია არ არის ქვეყანა, რომელიც ღვინის ქვეყანა ტრადიციული არ არის, ხო? ერთი ესეთი შეხედვით, მაგრამ ძალიან კარგი ღვინოები აქვთ და სხვათა შორის მანამდე მე ნამყოფი ვარ თქვათ მოზელის ანაპიროებში და რაღაცა ძალიან მაღალი დონის მაღალი კულტურა აქვს და ღვინის მოვლის და ბუნებრივია ჩემთვის ეს გულგრილი ამით ვერ რჩებოდი, როდესაც ხედავდი ამ ვენახებს თქვათ ძალიან კარგად მოვლილ, ძალიან კულტურულად მოვლილ, ძალიან შეიძლება ითქვას ლამაზად მოვლილს. რა ვიცი, ვისურვებდი, რომ ჩვენ ღვინის სამშობლო ქვეყანაშიც თქვათ ამ დონეზე მოგვიარა ჩვენი ვენახებისთვის. ძალიან დიდი ბოდიში რომ მე ჩემ თავზე ვიღებ ამ იმას, მაგრამ თქვენ ძალიან გიყვარდეთ მთელი ბავშვობა სკოლას აცდენდით. როგორც ნახეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია. ბევრი რამ გწოდნია. ჩემს შესახებ. გიყვარდათ ქუჩებში ხეტიალი და ჩანახატების გაკეთება. კი, ძალიან ბოლო წლების სკოლის ბოლო მე-9 კლასი ფაქტიურად შატალოზე მოკაცრავ. ახლა კრეატიული შატალო გქონდა. და მე მახსოვს, რომ ერთ დღეს მამა ჩემმა დამიძახა, რომ რაღაც საქმე მაქვს შენთან სასაუბრო, ძალიან არ ერეოდა მამა ჩემი მახსოვს სწავლის პროცესში ასე თქვა და ძალიან გამიკვირდა, რომ რაღაც სკოლასთან დაკავშირებით მინდა დაგელაპარაკო და გამიკვირდა და რომ მივედის დაკეცილი ისინი ქონდათ ჩვენ მაშინ პაპკებს ვეძახდით ისე ბრჭყალებში ვიხმარ ამ სიტყვას რომელიც სავსე იყო ქაღალდებით წიგნების ნაცვლად იყო სავსე ქაღალდებით და ჩანახატებით რა და როგორც ჩანს ეთყობა დამრიგებელმა დარეკა სახში თუ რა ზუსტად არ ვიცი და მამა შემომითხრა მაჩვენეო ერთი შენ ჩანთაო და ეს გავხსენი ეს ჩანთა და დაინახა ეს სავსე ეს ჩანახატები და ეს ძალიან ასევე
გამიკვირდა მამა ჩემისგან ეს დახურა ეს პაპკა გადმომცა უკან და ეგრე გააგრძელია უშვილო. იპასუხა ასე თქვა რაღაცნაირი ვიზირებასავით მომცა რომ პრინციპში უკვე ალბათ ჩანდა რომ მე საით ვიხრებოდი და ჩემს მომავალ ცხოვრებაში საით გადავიხრებოდი ასე თქვა იქ ალბათ უკვე მამა ჩემი ეს შენიშნა და არ დამსაჯა ასე თქვა. კეთილი ჩვენ მომდევნო საათში დავბრუნდებით მაშინ მიუნხენის შესახებ სასეუბროთ და ვისაუბროთ იმაზე როგორ იყო ხეტიალი ამ ქუჩებში და მე ცოტა სხვა ქალაქშიც რო არ გადავინაცვლოთ და სოთბის თვითონ გამოფენა გზაჯვარედინზე არ ვისაუბროთ არ გამოვა. 4 შაბათს საღამოს ის, რასაც ვერ წაიკითხავ ენციკლოპედიაში და ვერ იპოვი ტურისტულ გზამკვლევში. დაინახე უცხო სამყარო კატოს სტუმრის თვალით. არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11:15 წუთზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა, ჩვენ საუბრობთ მიუნხენის შესახებ, გადაცემის სტუმარია მხატვარი გოთე სოლაბერიძე. იყო ცა ბერლინის თავზე და მე მოგვიანებით იყო გამოფენა ცა თბილისის თავზე. რომელიც სწორედ ეს ნამუშევრები წაიღეთ თქვენ მოგვიანებით, თუმცა არა მხოლოდ ეს ნამუშევრები, როცა მიუნხენში იყავით მიწვეული. დიახ. ხო, ცა თბილისის თავზე ეს სათაური გამოფენისათვის დავესესხე ვინ ვენდერსის ცნობილი ფილმის სათაურს, უпроსტად დავესესხე ვენდერს ალბათ ცა ბერლინის თავზე. ხო, ჩემი იდეა მაშინ იყო მდგომარეობდა იმაში, რომ მინდოდა გამეკეთებინა თბილისის პეიზაჟები, ოღონდ არა იმ სტანდარტული სახით, რა სახითაც დღემდე თქვათ კეთდება. და გადავწყვიტე გამეკეთებინა პეიზაჟები, ქალაქის პეიზაჟები, ოღონდ პრინციპში გამოვიდა საბოლოო ჯამში ისე, რომ ის პეიზაჟები არის ჩვენი ქალაქის თავზე. ვინ ვენდერსთან არანაირი ესეთ პირდაპირ კავშირი გარდა ამ სათაურისა არ არის. და როდესაც აი შემოთავაზება მივიღე სხვა მხატვრებთან ერთად მათ შორის მეც, მაშინ აი ამ ორგანიზატორმა ბატონმა ელენემ მითხრა, რომ არ იქნებოდა ცუდი, რომ მას ეს გამოფენა თბილისში ჰქონდა თურმე ნანახი და არ იქნებოდა ცუდი, რომ ამ ნამუშევრების გამოფენა მოგვეწყო მიუნხენშიც. და როდესაც იქ ჩავედით, არც თუ ისე უпроსტად მივხვდი, რომ არც თუ ისე უსაფუძვლო იყო მისი ეს შემოთავაზება, იმდენად რამდენადაც პირველივე რეკლამა, რომელიც ნახე ქალაქში, ეს იყო Der Himmel über Bayern, ანუ ცა ბაიერნის თავზე, ანუ როგორც ჩანს ვინ ვენდერსმა იმდენად გააპიარა, ასე თქვა, თავისივე ფილმით, ძალიან მაგარი ფილმით ჩემის აზრით, ეს სათაური, რომ ის უკვე თქვა ისეთ რეკლამაშიც კი იხმარება, თქვა ჩვეულებრივი რაღაცა ნაწარმის გასაყიდად. ხო, მაგრამ გარდა ამ პროექტისა, პირადად მე მქონდა წაღებული კიდე ერთი ნამუშევარი, რომელსაც ჰქვია კავკასიონი, რომელიც თავის დროზე 2000 წელს როცა შევასრულე, ეს საკმაოდ უცნაური ზომის ნამუშევარი არის, მაგრამ გამომდინარე თვითონ ნამუშევრის თემატიკიდან 6 მეტრი არის 50 სანტიმეტრზე, არის ძალიან გრძელი ნამუშევარი არის, რომელზეც არის მთელი კავკასიონის პანორამა გამოსახული პრინციპში მასშტაბში, სადაც თქვა თუ 6 მეტრია მთელი კავკასიონის სიგრძე, ასე თქვა, მაშინ სიმაღლე თავის პატარა ციანად 50 სანტიმეტრს წარმოადგენს და ეს ნამუშევარიც ასე ვთქვათ არჩეული იქნა ამ გამოფენისთვის, მაგრამ იმის გამო რომ ცოტა რთული არის ამ ხელაზომის ნამუშევრის ტრანსპორტირება, თავის დროზე ჰელსინკიშიც მუზეუმში იყო ეს გამოფენილი და საკმაოდ ძვირად ღირებული სიამონება არის ეს ევროპული კანონმდებლობით მუზეუმებში გამოფენა არ შეიძლება თუ არ არის დაზღვეული ტრანსპორტირებისას გამოფენის დროს და ასე შემდეგ და საკმაოდ ბევრ სირთულეებთან, უпроსტად თანხებთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ეს სხვა გამოფენის დროს გადავწყვიტე ვენის გამოფენის დროს ამ ნამუშევრის ესე ტრანსპორტაბელური ვერსია შემესრულებინა, რომელიც იკეცება 103
ფორმატის ზომაზე, ანუ დაახლოებით 40-30-ზე არის დაკეცილ მდგომარეობაში და როდესაც იშლება და ძალიან მარტივად იშლება, ის ხდება უკვე ის ზომა, რაც უნდა იყოს და ფაქტიურად ხშირად სასაზღვრო იმებსაც კი, ასე ვთქვათ, არავინ არ თვლის, რომ ეს არის ხელოვნების ნიმუში და ამიტომაც შედარებით მარტივად ხდება მისი, ასე ვთქვათ, საზღვარზეც გადატანა, რა თქმა უნდა, მე არც კანონს არ ვარღვევ არაფერს, საბუთები ყოველთვის მაქვს ხოლმე წესრიგში, უბრალოდ თავისთავად ძალიან სასაცილო სიტუაციებშიც მოხვედრილ ვარ ამის გამო, მაგრამ ეს სხვა თემა არის. ეს იყო და კიდე იყო ომობანა ვიდეო ნამუშევარი, რომელიც სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ დისკი დამრჩა თბილისში და მე ჩემმა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ჩემმა შვილმა მოახერხა და გადმომიგზავნა ინტერნეტით და ეს ნამუშევარიც იყო წარდგენილი ამ გამოფენაში. ეს პროგრესული ბავშვები როგორი სასარგებლოები არიან? ხანდახან ხო შვილები ხანდახან საჭირონი არიან თურმე. და მიუნხენიდან, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით მიემგზავრებათ ვიწფრინავები, ჩვენც მოდით ამჯერად მიუნხენიდან გეზი ავიღოთ ლონდონისაკენ, სადაც გავიხსენოთ ის, როცა სოთბის სააუქციონო სახლმა საგანგებო გამოფენა გაყიდვა მოაწყო მარტვის პირველ ნახევარში, როცა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ძველი და ახალი თაობების წარმომადგენელთა ნამუშევრების შეკრიბეს გამოფენა გაყიდვაზე სახელწოდებით გზაჯვარედინზე. აქ იყო 50-მდე მხატვრის ნამუშევარი გამოფენილი და 8 ქართველი მხატვარიც იყო წარდგენილი. ხო, ეს აი ბოლო ხანებში ესეც საზღვარგარეთ ჩემი მოგზაურობის ერთ-ერთი ვიზეზი ეს გახდა. ეს იყო მარტში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. მაგრამ მანამდე დაახლოებით 8 თვით ადრე აქ თბილისში იყო ჩამოსული სააუქციონო სახლის, სოთბის სააუქციონო სახლის დირექტორი და ამ გამოფენის კურატორი, რომლებმაც შეარჩიეს ნამუშევრები ამ გამოფენისთვის და მე წილად ხვდა ბედნიერება, რომ ჩემი ნამუშევარი წაირჩიეს ამ გამოფენისთვის. ამ შემთხვევაში ეს ნამუშევარი იყო, მე ადრე საკმაოდ დიდი ხანია უკვე ამ თემაზე მუშაობ. აღმოჩნდა თავის დროზე, რომ ფერადოვანი მხედველობა მაქვს დარღვეული, რამდენადაც ეს პარადოქსული არ უნდა იყოს, თქვა, ფერმწერისთვის, მხატვრისთვის. მაგრამ ესეთი რამეც ხდება და სხვა შორის მე როცა გარკვეული კვლევა ჩავატარე, საკმაოდ დიდი პროცენტი არის მოსახლეობისაც და მათ შორის მხატვრებისა და საქართველოშიც ვიცი ესეთი ჩემი კოლეგები, რომელსაც აქვს ფერადოვანი მხედველობა დარღვეული, მაგრამ სწორედ აი ამ პარადოქსალურობამ, ამ ფაქტისამ დამაინტერესა და საკმაოდ ისეთი როგორც მიმიწვდა იმ სიღრმემდე, ასე თქვათ, შევეცადე რომ შემესწავლა ეს საკითხი იმდენად, რომ თქვათ ერთ პერიოდი მიმიწვიეს კიდევაც ფერთა თეორიის სასწავლებლად, ლექციების კურსის დასაკითხად აკადემიაში. და აი ეს თემა, რომელიც თქვათ რაღაცნაირად ფიქსირებული არის ჩემ ჯერ კიდევ 99 წლის ერთ-ერთ პროექტში, ნამუშევარში დარტონიკის თვალებით, აი სწორედ ამ თემამ დაინტერესა ეს დირექტორიც და კურატორიც ამ გამოფენის და შემიკვეთეს ნამუშევარი, რომელიც ფაქტიურად ამ თემას კიდევ უფრო განავრცობდა და რაღაცნაირად კიდე ერთ წერტილს დაუსვავდა ჩემს სამხატვრო კარიერაში ამ თემასთან მიმართებაში. ხო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სრულდებოდა ეს ნამუშევარი, დაახლოებით 8 თვე გრძელდებოდა ეს ამბავი. მე ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, რამდენად აირჩევდნენ, იმიტომ რომ ფაქტიურად შეუსრულებელი იყო ჯერ ეს ნამუშევარი. სადღაც იანვრის დასაწყისში მოხდა ბაია გალერეის მხრიდან საბოლოო ვერსიის გაგზავნა, ასე ვთქვათ, და უკვე აი მაშინ დასტური იქნა მიღებული, რომ ეს ნამუშევარი შერჩეული იყო ამ გამოფენისათვის და ლონდონი ცალკე გადაცემის თემა ჩემის აზრით. ლონდონი იყო თქვენთვის ქალაქი, სადაც თავი გძენით შინ. კი, ძალიან დემოკრატიული ქალაქი არის. უაღრესად დემოკრატიული ქალაქი, ბუნებრივიც არის, ალბათ დემოკრატიის სამშობლო არის, თუ შეიძლება ესე ითქვას, ალბათ ლონდონი და ეს იგრძნობა, რა ვიცი, პირველივე დღის შეგრძნება, თქვათ, ქალაქში, როდესაც გამოვედით, ეს შეგრძნება დამეუფლა, რომ აქ შენ გრძნობ ისეთ ქალაქში, თითქოს აქ
ბევრჯერ ახარ ნამყოფი და თითქოს ეს შენი ქალაქია, შენ თითქოს აქ გაიზარდე. მაგრამ რაღაც მომენტში თქვათ ბიტლებზე გაზრდილი თაობისთვის ეს ალბათ არც არის გასაკვირი. აი პარალელი რო გავავლოთ ლონდონსა და მიუნხენს შორის. რა არის ესეთი განსხვავებული ამ მსგავსი მეჩერს? მიუნხენი კონტინენტალური სოფელია და ლონდონი კონსერვატიული ხო? კუნძულის სოფელი, ასე ვთქვათ. თან კონსერვატიული სოფელი. კონსერვატიული მიუხედავად იცით აი ხო აი ესეთი კლიშესი რომ თქვათ ძალიან კონსერვატიულია თქვათ ბრიტანული და ინგლისური საზოგადოება ქუჩაში ეს აბსოლუტურად არ იგრძნობა მიუხედავად იმისა რომ მეგობრები მყავს თქვათ ლონდონელები და ერთ-ერთ ის ოჯახშიც მოვხდით რომელიც საკმაოდ ისეთი კონსერვატული ოჯახია სიტყვის სრული მნიშვნელობით თქვათ ოთახებით სადაც იარაღებიანი ოთახებია ბუხრის ოთახი სადაც ძალკე თქვათ მოსაწევი ოთახი ვისკის დასალევი ოთახი და ასე შემდეგ მაგრამ აბსოლუტურად ეს თვითონ ქალაქში აი ეს კონსერვატიულობა პირიქით არ იგრძნობა პირიქით აი ხო გეუბნებით უფრო თანამედროვეობა იგრძნობა თავისუფლება რაღაცნაირი აბსოლუტურად არავის საქმე არ არის შენ რას აკეთებ ასე ვთქვათ ცუც არაფერს არ აკეთებ მაგრამ აი ეს იგრძნობა რომ არავინ არ ერევა შენს პირად ასე ვთქვათ ცხოვრებაში და პირად სივრცეში არ შემოიჭრება არავინ არასდროს მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ვთქვათ გულისხმიერებიც არიან მომიწია მაგალითად ჩემი ქალიშვილი ფლეიტაზე უკრავს და შეუძინეთ ინსტრუმენტი და ისეთი აი მაღაზიაში კაცმა რომელიც ყიდა ამ ინსტრუმენტს ისეთი სერვისი თუ შეიძლება ასე თქვა გაგვიწია რომ თავი იქაც აი ვიგძენ თითქოს ჩემს სახში ვყიდულობდი მიუხედავად იმისა რომ ხო მაღაზიაში ყველა თითქოს კარგად გეპყრობა ხო მაგრამ აქ აი რაღაცა სხვა სითბო ვიგძენ ისეთი შეიძლება ის კონსერვატიულობაც იყო ამაში შეიძლება რაღაც ტრადიციულობაც რაფინირებულობა უდაოდ დიახ უდაოდ რაფინირებულობა და კიდე რაც იგრძნობა ეს იგრძნობა სოფლიოს კაპიტალი აი ძალიან იგრძნობა ეს ამბავით მიუნხენშიც იგრძნობა მაგრამ ლონდონში ეს ბევრად უფრო მეტად ვიგრძენებ ეთელი ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა შეგახსენებთ რომ ჩვენ მიუნხენში ვიმგზავრეთ არამხოლოდ მიუნხენში ლონდონშიც გადავფრინდით მერე სოთბიზე მხატვარ კოტე სულაბერიძესთან ერთად მადლობას გიხდით სტუმრად მობრძანებისთვის დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მოწვევისთვის მადლობა თქვენ ჩვენს მენელს ყურადღებისთვის ასევე გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს 4 შაბათს საღამოს ის რასაც ვერ წაიკითხავ ენციკლოპედიაში და ვერ იპოვი ტურისტულ გზამკვლევში დაინახე უცხო სამყარო კატოს სტუმრის თვალით არ გამოტოვოთ კატოს ინტელექტუალური საღამოები 11-15 წუთზე